როგორია მესამე თაობა პრიუსი, რომლის ეკონომიურობაზე მეტად მისი ABS ბლოკია ცნობილი. ძრავში ზეთის ჩამატება სტანდარტული პროცედურაა. თავარია ანტიფრიზის დონე აკონტროლოთ. თუ თეთრი კვამლი გამოუშვა, ესე იგი ძრავი ჯარჯში მიდის. ქარხნული კატალიზატორი ამ მანქანაზე იშვიათი მოვლენაა. ის ან თავისი ნებით გააქეშეს, ან ერთ დილას მეპატრონეს გრუხუნა პრიუსი შერჩა ხელში. თუ დატენვადი ჰიბრიდი გყავთ, სხვა ლიგაში ხართ. მთელი ღამე ტენით, რომ დილით 20 კილომეტრი უფასოდ გაიაროთ. პირველივე ჩაჭერაზე კი მაინც ის ძველი, ნაცნობი ძრავი იღვიწებს. სალონი კოსმოსურ ხომალდს მოგაგონებთ. იშვიათ კომპლექტაციაში ჰედაფიც კი აქვს. აქ ტექნოლოგიური პროგრესი და ჭრიალა პლასტმასები ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. მიუხედავად ერთჯერადი პრობლემებისა, პრიუსი მაინც ქართული გზების მეფეა. ის დღესაც უკონკურენტურა, თუ ეკონომიურ და გამძლე ავტომობილს ეძებთ. აბა აღიარეთ, თუ გაგიწირავთ უკენმომავალი მძღოლის ნერვები, ოღონდ ძრავი არ დაქოქილიყო.